დავით გუნაშვილი, ჯგუფი ფარი არის დღეს ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა შენი დროისთვის და მე ვიფიქრე რომ ესეთ თემაზე გვესაუბრა. ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს, არის ეგეთი სლოგანი, საკმაოდ, როგორ გითხრა, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში პოპულარული, რატომ უნდა ვიყოთ სხვაგან, მოდი ვიყოთ ჩვენ მარტო ჩვენთვის და ვიყოთ რა, ხო? ეხლა მაგ კითხვა შენთან ესეთი, როგორც რამდენი წლის 20 წელი თავდაცვის სამინისტროში მსახურობდი, იცი სისტემა შიგნიდან და იცი როგორ არის საერთაშორისო კონტექსტით მოწყობილი. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც მაგალითად რომელთა თავიც მათვე ეყუდნით. იგივე ფორმულა რამდენად გამოდგება საქართველოსთან მემართებაში და მოდი ვისაუბროთ ამ თემაზე რა. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეს სასიამოვნოა. ესე იგი, ხო, კარგი თეზაა, მოდი ჩვენ თავი გვეკუთვნოდეს, ცოტა პოპულისტურად ჟღერს, ანუ იმ თვალსაზრისით, ვინც მაგ თეზა, ვისაც ეგ თეზა შემოაქვს, როგორც წესი, ანუ თვითონვე ისეთ თემით აპელირებენ ამ საკითხზე, რომ ანუ ფაქტობრივად წინააღმდეგობაში მოდიან რეალურად. რა, ანუ ჩვენ თუ ჩვენი თავი უნდა გვეკუთვნოდეს, მაშინ რა შუაში არის კერძოდ ნეიტრალიტეტის ამბავი, ხო? ანუ ეს ნეიტრალიტეტის ამბავი რო განვიხილოთ ახლა ჩვენ სხვადასხვა განზომილებებში, როგორიც არის მაგალითად სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე რო განვიხილოთ უსაფრთხოება და თავდაცვის შესაძლებლობები მაგალითად, ხო? ან დიპლომატია და ეკონომიკა. ანუ ეს ძირითადი ამბები, რაც სახელმწიფოს ქმნის, ანუ რაშიც უნდა იყოს ძალიან ძლიერი და ძალიან, ასე ვთქვათ, შენი შესაძლებლობები, შენი ბერკეტები და მექანიზმები და ინსტრუმენტები კარგად ორგანიზებული და მოწესრიგებული უნდა კონდეს, ხო? კარგად გეპყრას ეს ყველაფერი ხელში ამოთხივე განზომილებაში. ეს ნიშნავს, რომ შენი თავი შენ გეკუთვნის რაღაცნაირად, ხო? ამავე დროს ასევე ახლა სრული ფასოვნად შენი თავი გეკუთვნოდეს, ეს ცოტა გაუგებარი ამბავია, იმიტომ რომ შენ ხარ რაღაცა გლობალური საზოგადოების წევრი ხო ხარ, ანუ ნაკლებად, ხო? ანუ კი გეკუთვნის, მაგრამ ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, ხო? ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, პოლიტიკური ურთიერთდამოკიდებულება არსებობს, უსაფრთხოების სტილში ურთიერთდამოკიდებულება, ანუ მოწყვეტილი სადღაც კუნძულზე საქართველო არ არის. ანუ შენ რო შენი თავი გეკუთვნოდეს, ანუ რა იგულისხმება ამაში კონკრეტულად და ვისაც შემოაქვს ეს თეზები, რეალურად ის რაც გულისხმობს, აი აქ არის ძალიან დიდი ეშმაკის თავი დამარხული როგორც წესი. და ძალიან მომეწონა ახლა ანუ ამ ჭრილში რო შემოვიყო ანუ ეს დისკურსი, ანუ ეს 4 განზომილება რაც მე ხა აღვნიშნე, სანამ ამაზე ვისაუბრებთ, მე შემოგთავაზებდი რომ დავიწყოთ აი მორალურ-ფსიქოლოგიური განზომილებით. აი ამ თემაზე ვილაპარაკოთ მორალურ-ფსიქოლოგიური, ასევე ეს შეიძლება დავარქვათ ამას პოლიტიკური ან ტრადიციული კონტექსტით. ხო? იმიტომ ტრადიციული ტრადიცია რა არის? ანუ ჩვენ როგორც მოვდივართ, რა ტრადიცია ეს ხალხი ვინც რეალურად ამაზე აპელირებს, ჩვენი თავი ჩვენ ხო როგორც წესი ტრადიციებზე საუბრობენ, რომ ჩვენი ტრადიციები არ უნდა დავკარგოთ, ჩვენი თავი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენი იდენტობა არ უნდა დავკარგოთ და ასე შემდეგ. ხო, ზოგადად ამაზე აპელირებენ ხოლმე ძალიან პოპულისტურად. მაგრამ ამაზე აპელირებენ ხოლმე და ანუ ცდილობენ რაღაცა ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინონ, ანუ ჩვენს რაღაცა ქვეცნობიერზე, რომ აი ჩვენ ხა ქართველები ვართ რაღაცა გვამოძრა ისტორიულ მახსოვრობაზე. ხო, აი ხო, ისტორიულ მახსოვრობას და ინდივიდის დონეზე რომ ჩამოვიდეთ, ანუ რაღაცა ვარ, ჩვენ ვიცით რომ ვიღაცები ვართ, ანუ ქართველები ვართ და ქართველებს მარტო ეთნიკურ კონტექსტს არ გულისხმობს, ანუ საქართველოსთან ვის აიდენტიფიცირებს თავის თავს, ხო? შეიძლება ეთნიკურად იყოს სომეხი, აზერბაიჯანელი, ნებისმიერი სხვა ეთნოსი, ხო? საქართველოს მოქალაქე. აი საქართველოს მოქალაქე, ანუ ქართველი ჩემთვის არის ეს რაღაცა კოლექტიური ტიპი არის, რომელიც ანუ საქართველოს და საქართველოს ისტორიასთან, აი ამ იდენტობას, ამ კულტურასთან, იმ ტრადიციასთან აიდენტიფიცირებს თავს. აი მაგაზე ვსაუბრობ, აი მაგ ხალხის რაღაცა აი ჩვენს ქვეცნობიერზე ცდილობენ რაღაცა ასე ვთქვათ, კაუჭი გამოგდონ და აი იმაზე დააშენონ რაღაცა რიტორიკა, რაღაცა მოსაზრებები, რაღაცა დამოკიდებულება, რომელიც არის სრულიად უსაფუძვლო, ანუ საბავშვო ბაღის დონის რიტორიკა რეალურად და ეხლა ვეცადოთ რომ მორალურ ჭრილში და ფაქტობრივადაც გავანეიტრალოთ ეგ ამბავი. მოდი აქვე ერთ კითხვას დაგახმარ რა, რომ პრინციპში ეს ნარატივი საიდანაც მოდის, გეცოდინებთ ან ადამიანების მართვის რესურსების მართვის გამოცდილებაც გაქვთ და ჯარში თუ აქვს დამსახურები ამ ხალხს? არ ვიცი, არა, როგორ გითხრა. ანუ აქვს, ფოტოშორის ერთ-ერთი ხა არ მინდა პოლარიზაცია მოვახდინო, მაგრამ მეგონი 5-6 თვის წინ დაარსდა რაღაცა პარტია, რომელიც ასე ვთქვათ, ნეიტრალური საქართველო ქვია რა. და ერთ-ერთი ჯარში დამსახურები კი არა, ძალიან მაღალი თანამდებობით ეკავა რა, ერთ-ერთი დამფუძნებელი რა. და ანუ სასაცილოა უბრალოდ ეხლა რაღაცა ის არ მინდა ზედმეტი ეპითეტებით გამოვიდე ეხლა აუდიტორიას მინდა პატივივცე, მაგრამ რეალურად რასაც ემსახურება ანუ ის ნარატივი, რომელსაც ეგენი ეხლა მე აღარ მინახია, მაგრამ ეგ და კიდე სხვა ჯგუფები ასე ვთქვათ.
ყვებავენ, ხო? ანუ ეს არის ძალიან საეჭვო და ძალიან მავნებლური ამბავი. იმიტომ რომ საზოგადოება ახლა ჩვენ ვიცით რომ ჯერ-ერთი არ არის ესე გათვითცნობიერებული ახლა გეოპოლიტიკაში და უსაფრთხოების კონტექსტებში და ასე შემდეგ. ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემა აქვს ადამიანს და რეალურად დამოკიდებულია რაღაცა ზოგადად ესეთ რაღაცა მიწოდებულ მესეჯ ბოქსებზე და ინფორმაციაზე, რომელიც ტელევიზორიდან მოდის ან რაღაცა, ხო, ან სხვადასხვა წყაროებიდან და ძალიან ზოგადი წარმოდგენა აქვს რეალურად. ვიღაცას რომ ეუბნება, რომ იცი რა, შენ ნეიტრალური თუ იქნები, შენი სახელმწიფო, ანუ ჩვენ ნაკლები რისკი გვექნება იმისი რომ ვიღაცა თავს დაგვესხმება და მეტი გარანტიები, მეტი სტაბილურობა გვექნება და ასე ვთქვათ თუ არავის კონფლიქტში არ ჩავერევით, არავის მხარეს არ დავიჭერთ და ჩვენთვის ვიქნებით და ასე შემდეგ. თითქოს ეს ყველაფერი არაჩვეულებრივად მოწესრიგდება და იქნება კარგად ყველა თავს გაგვანებებს და ჩვენ შევძლებთ რომ ანუ ჩვენთვის ვიფუსფუსოთ და რა ჯდება ნეიტრალიტეტი? ძალიან აი მოდი ციფრებში გამოვიყვანო. კი, აი მოდი მინდა რომ აი მორალურ-ფსიქოლოგიური კონტექსტიდან შემოვიდე და ძალიან ნათელი გახდება რეალურად და მაგ ასპექტს აუცილებლად დაუბრუნდით. ხო, ანუ ფასის ამბავი იმიტომ რომ ამას აქვს ორი განზომილება. ერთი ეს მორალურ-ფსიქოლოგიური, პოლიტიკური, ტრადიციული, კულტურული იდენტობის განზომილება და მეორე არის რეალურად მატერიალური განზომილება. რა რეალურად რა რესურსი გჭირდება. ანუ თუ ჩამოყალიბდები შენ რომ მორალურად და ფსიქოლოგიურად ეს შენთვის მისაღებია როგორც ინდივიდისთვის. ხო, ანუ რა ვიყოთ მაგალითად მე მიყვარს ხოლმე ეს მეტაფორულად შეხედვა, ანუ ქვეყანა და ადამიანი, ანუ კოლექტიური ქართველი მოდი რა. ვინ არის ეს კოლექტიური ქართველი რა? მე თუ ვარ ნეიტრალი ტიპი ხო? ანუ მე მეგობრები არ მყავს, იმიტომ რომ არავის ეხლა მე შენ რომ მოვიდე ვიღაცამ დაგჭაგროს, სახე გადაგიაროს რა ვიცი მე, ხო? დაგჭაგროს ასე, მე შენ მხარეს არ დავიჭერ, არც იმის მხარეს, არც შენ მხარეს. ანუ მე ვიცი რა, ესე დავდგები რა ნეიტრალურად რა. ოკეი? ესეთ ტიპებს მეგობრები არ ყავთ. ანუ ესეთ ტიპები არიან მარტოსული ტიპები, კი შეიძლება ძალიან ბევრი ფული გქონდეს და რესურსი გქონდეს, ოღონდ ეს არ ვიცი საიდან, ხო? ანუ რაღაცა წყარო გააქვს თქვა რა. ბიზნესით ხარ დაკავებული და ფული გააქვს. ხო, შვეიცარია რო ავიღოთ რა, შვეიცარიის ბიზნესი ძირითადად არის საბანკო საქმე, კაპიტალის მართვა და ასე შემდეგ, ხო? აი, კაი შოკოლადიც აქვს, საათებიც კარგია. კაი შოკოლადი, კი ბატონო, საათებიც კარგია. შვეიცარია ძალიან მაგარი ხალხია, შტამბეშტავია ყველაფერი. შვეიცარიაში შეიძლება ნახოთ, ციურიხში ვარ ნამყოფი და არაჩვეულებრივია და ასე შემდეგ. და მეორე განზომილებაც აქვს, ხო, ანუ ის არ არის რაღაცა წყალწაღებული ქვეყანა. მაგრამ ამავე დროს მორალურ ამბავში შვეიცარიელებთან მიმართებაში ძალიან ბევრი კითხვები არსებობდა სხვადასხვა ისტორიის სხვადასხვა ეტაპებზე, ხო? იმიტომ რომ იქ ფული მოძრაობდა, ფაშისტური გერმანიის ფულიც მოძრაობდა და ამერიკის ფულიც მოძრაობდა, ისიც და ესეც და კიდევ უამრავი კითხვები არის იქ კონფიდენციალურ რაღაცა საბანკო სისტემებთან მიმართებაში და ასე შემდეგ, ხო? და ეს მომენტი, ანუ მე ნეიტრალური ტიპი ვარ და არავის მხარეს არ ვიჭერ, ანუ რეალურად ეხლა როდესაც შენ ვიღაცამ ჩაგვრელი საკუთარი სამხედრო სამრეწველო კომპლექსიც აქვს და სამოძრაობო სისტემაც საუკეთესო აქვს. და საბოლოო ჯამში სხვათა შორის ბარემ აქ შემოვიყვანოთ ის რომ ნეიტრალიტეტს გამოაცხადებს შენ არანაირად არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცა მოწყალებით შემოქმედებს და ის ეს ნეიტრალურია და მოდი ამას არ შევეხოთ. იგივე გიტლერმაც რომელმაც ჯერ იძახა რომ ის რა შვეიცარიას არ შევეხებითო და მე რაღაც მომენტში უცებ გამოქვეყნდა და გამოაშკარავდა რომ საკმაოდ სერიოზული გეგმა ჰქონდა მომზადებული როგორ უნდა აეღო შვეიცარია და მაგ დროს უკვე მე გადაიფიქრე იმიტომ რომ შვეიცარიელებიც არ იყვნენ შტერები ხო ანუ რეალურად ძალიან სერიოზული სარეზერვო სისტემა მოამზადეს, რა ვიცი, მილიონამდე ადამიანი მოყავდათ აღჭურვილი და დაკომპლექტებული და დატრენინგებული და ასევე ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურა მოამზადეს, წარმოუდგენელი ინფრასტრუქტურა მოამზადეს მთებში ძალიან დიდი ბუნკერები და არ ვიცი, წარმოუდგენელი მიხვდა გიტლერი, რომ რეალურად ეს ძალიან სერიოზული ხარჯი დაუჯდებოდა, ძალიან სერიოზული ფასი დაუჯდებოდა შვეიცარიის შესვლა. და რეალურად არანაირი გეოსტრატეგიული მნიშვნელობაც ამას არ ჰქონდა რა საბოლოო ჯამში და საბოლოო ჯამში დაკმაყოფილდა იმით, რომ რეალურად კაპიტალის მოძრაობა და ეს ფინანსური ოპერაციები თუ რაც იყო იქ, ანუ ამ თვალსაზრისით გამოადგებოდა და გამოადგებოდა. და მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიას დღეს არ ყავს მეზობლად ისეთი ქვეყანა, როგორც რუსეთი არის, ან სხვა ვიღაცა აგრესიული, ასე ვთქვათ, სახელმწიფო, ის განაგრძობს თავისი სამხედრო სამრეწველო კომპლექსის, სამობილიზაციო სისტემების და სხვა ჯართან დაკავშირებული გეგმების აქტიურ ფაზაში მოყვანას, ხო? კი, და არც პაციფისტი ქვეყანა არ არის მაინც და მაინც, იმიტომ რომ ანუ რეალურად შვეიცარიელი ისტორია მიცის, ხო? ანუ შვეიცარიელი ჯარისკაცები იყვნენ ასე ვთქვათ დაქირავებული ჯარისკაცები, ანუ და სხვადასხვა კონფლიქტებში მონაწილეობდნენ როგორც დაქირავებული ჯარისკაცები და ანუ ეს არ არის რომ ანუ ძალიან პრაგმატი, მაგრამ ამავე დროს, ხო? ანუ ეს პრაგმატიზმი მორალურ კითხვებსაც აჩენს ახლა, გინდა არ გინდა რა. მე მყავდა ახლა ბალტიის სავლის სკოლაში რომ სწავლობდი, მყავდა ჯგუფელი შვეიცარიელი პოლკოვნიკი,
და მასთან რო დისკუსია მქონდა, ის შეწუხებული იყო, რომ მე მაწუხებს მაგალითად რო კითხვები, რომელიც ისმება, იმიტომ რომ ჩვენი ნეიტრალიტეტიო ან ფსიქოლოგიო ცოტა პრობლემურია, იმიტომ რომ ვიღაცებიო ამბობენ, რომ ჩვენ ან ფაშისტურ გერმანიას ხალხი რაღაცნაირად ვეხმარებოდით. ოკეი? ხო, ანუ ეხლა ეხმარებოდა პროაქტიულად, არ ეხმარებოდა, ანუ იდეაში ვიღაცა რო არის და კაცი ჭამია, რომ მოდის, ან მოდი პირველ კონტექსტში რო კოლექტიური ქართლის დონეზე ავიღოთ. ეხლა ჩვენ როგორია კოლექტიური ქართველი მაგალითად, ხო? კაცი ჭამია მოდის, ვიღაცას ჩაგრავს და შენ რა შვები, ანუ რა ტიპი ხარ, რომ იძახი, რომ იცი რა, მე ხა ამას არ ჩავერევი ამ ამბავს, შენ პოზიციასაც კი არ დავაფიქსირებ. რა და ანუ ეს მე თუ არ შემჭამს ესა რა შეუჭამია ესა პრობლემა არ არის შეიძლება შენ ესე თქვა ბიძაშვილი შეჭამოს ხო ახლო ან მეგობარი შენი ძმაკაცი შეჭამოს რაღაცა დააზიანოს ძალიან სერიოზულად ოჯახი ამოუწყვიტოს რა ვიცი მე და შენ იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი გამოცხადებული ანუ ამას საერთოდ არ ერევი პოზიციასაც არ აფიქსირებ როგორი ხარ როგორი ტიპი ხარ ნახე რას ვიზახი როგორია ეს კოლექტიური ხარ რა ტიპია ეს და მით უმეტეს წარმოგიდგენე შენ თუ ძლიერი ტიპი ხარ მაგამდე მივალთ ძლიერი ტიპი თუ ხარ მაგარი ინფრასტრუქტურა გაქვს, შეიარაღება გაქვს, ყველაფერი ფული გაქვს, თელი ამბავი გაქვს. და მაგარი ძლიერი ხარ და თან აი იქცევი როგორც წრუწუნა. შეშინებული სოროდან იჭრუტები და ჩაგვრელი რომ ვიღაცას ჩაგრავს ხმას არ იღებ, ანუ ვინ ახარ საერთოდ? ეს არის ქართული ტრადიცია, ანუ ჩვენ ისტორია დავით აღმაშენებელი, ანუ ისტორიული ეპოქებით, როდესაც ვამაყობ დავით აღმაშენებელი, ხამარ მეფე, ფარნავაზი, რა ვიცი, აქეთ ანუ ნებისმიერ ისეთი საამაყო ჩვენ ტრადიცია როგორ ელაპარაკებიან ხოლმე სადღე გრძელოებში, ხო? როგორ ელაპარაკებიან. ანუ ეს არის ეგეთი ქართველია, კოლექტიური ქართველი, რეალურად ეს არის ჩვენი ისტორია. და მოიყვანონ ერთი მაგალითი მაინც ისტორიიდან, როდის იყო საქართველოს ნეიტრალური, ან როდის იდგა ეგ საკითხი საერთოდ. ერთხელ იდგა. 21 წელს და კატასტროფა შემოგვიტრიალდა, ხო? მოდი შევახსენოთ აუდიტორიას, ესე იგი 1921 წელს რა მოხდა? ესე იგი რუსული, ანუ საბჭოთა უკვე გასაბჭოთა წითელი რუსეთის მიერ, ხო? წამოვიდა ეს რაღაცა მლიქნელური რაღაცა ნარატივი, რაღაცა ესე იგი კარგად შეფუთული ნარატივი, რომელმაც შეცდომაში შეიყვანა პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ამათმა ამის ანუ რომ ჩვენ აქ რაღაცა მიდი ნეიტრალიტეტი გამოაცხადე ისქენი, ამათმა ჩაწერეს კონსტიტუციაში რაღაცა, რომელიც ანუ ნეიტრალიტეტიც არ არის, მაგრამ სიტყვა ნეიტრალიტეტი ნახსენებია, გამოიტანეს განაცხადი ერთა ლიგიდან, ხო? და ზუსტად 11 თუ 12 დღეში შემოჯლიგინდა რუსეთის არმია და რაც მოხდა, მე ყველამ კარგად ვიცით. ოკეი, ჩვენ შვეიცარიაზე ვსაუბრობდით და გადახვევა გავაკეთეთ. ხო. შეგვიძლია თუ არა კიდე მოვიყვანოთ სხვა ქვეყნის მაგალითი. შეგვიძლია არაჩვეულებრივად. ანუ ის რომ მოდი ეს ჩვენი მაგალითი ხო არის ერთი ფაქტი, ხო? რომ სახე აგვაძრეს, იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი და დავიწყეთ ლაპარაკი. კა შევიტანეთ ეს ცვლილება შევიტანეთ და დავრჩით მარტო და ეგრევე შემოჯლიგინდა, ხო? ძალიან მსგავსი სიტუაციაა ეხაც. ხო, ანუ რუსეთიდან და პრორუსული ძალები და ისინი ვინც აი რუსული ინტერესის გატარებით არიან დაკავებული აქვს სხვადასხვა ფორმით და ასე შემდეგ, ანუ ამას ცდილობენ ნეიტრალიტეტზე ეგენი ლაპარაკობენ, ხო, სხვა არავინ არ ლაპარაკობს. მოდი ავიღოთ მაგალითად ბენელუქსის ქვეყნები, ხო? ორივე ომში, პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს, ბენელუქსის ქვეყნები გარანტულად ყავდა ევროპული ყველაზე ძლიერი ევროპული ქვეყნები, მათ შორის გერმანია, ერთ-ერთი მთავარი გარანტორი იყო და გარანტიების გარეშე ხა ნეიტრალიტეტზე საუბარი საერთოდ სიგიჟეა. რა შეჯლიგინდა გერმანია, თუ არა ანუ შეგუგუნდა პირდაპირ და არავის არანაირი პრეტენზია არც კი ქონდათ იმის მოლოდინი ვინმეს რეალურად რომ ეს რა ქვია ნეიტრალიტეტი რა ხან აქვს ამაზე ბელგიაც რომ იქ არავინ არ შევიდოდა რა ხო ორჯერ ეგ ამბავი იყო ანუ ესე იგი პატარა ამბავია ეს არა შვეიცარიაზე ვილაპარაკეთ ხო ძლივს გადაურჩა ანუ რეალურად გადაურჩა ის იმიტომ გადაურჩა არა იმიტომ რომ ნეიტრალიტეტი ქონდა გამოცხადებული არამედ იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ძალა იყო რა იქ მობილიზებული და ძვირი დაუჭდა. განავერშე ვერ მოერეოდა ხა გერმანია კაცო ფაშისტური გეგა გიტლერ ნახევარ მსოფლიო დაიპო. მეტი კიდე. ხო? ბოლოს შვეიცარიას როგორ მიაიღო, მაგრამ ძალიან ძვირი დაუჭდებოდა და ანუ დისპროპორციული იყო ეს ყველაფერი რა მისთვის რა, ამიტომ დაანება თავი. ოკეი? და ეხლა სხვა ისინი ავიღოთ, ახლა უფრო თანამედროვე ისინი ავიღოთ, ხო? უკრაინა მაგალითად რა. მოდი შვედეთი ავიღოთ. შვედეთი ავიღოთ კი ბატონო. შვედეთიც არ ქონდა არასდროს ასე ვთქვათ გაცხადებული ოფიციალურად გაცხადებული ნეიტრალიტეტი, ანუ რაღაცა იურიდიულად გაფორმებული ამბავი ეს არ იყო, მაგრამ არანაირ ალიანსში არ შედიოდა, არც რაღაცა მხარეებს იჭერდა მაინც და მაინც ასე შემდეგ, ფაქტობრივად ნეიტრალური იყო. მაგრამ რას აკეთებდა შვედეთი? აი მოდით ავხსნათ, რას აკეთებდა შვედეთი? ხო, ანუ ვოლვოს აკეთებდა შვედეთი, აკეთებდა ვოლვოს. ნუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი
ტექნოლოგიები, სამხედრო საზღვაო ძალები, საჰაერო ძალები, რეზერვის სისტემა. ანუ რაღაცისთვის ემზადებ კი არ იყო ალიანსში, მაგრამ ანუ ეს უსაფრთხოდ თავს მაინც არ გრძნობდა. არ გრძნობდა და სხვათა შორის უწევდა ძალიან სერიოზული ლავირება და ეხა ისიც ვიცით კაცო, ეხა შვედეთი არის ბრწყინვალე ქვეყანა, შვედები ანუ და სკანდინავიის ხალხები არიან არჩეულებრივი ხალხები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ნეიტრალიტეტიო რომ ვლაპარაკობთ და ბოლომდე ნეიტრალურიც მაინც ვერ იყო, იმიტომ რომ უწევდა მას ფაშისტური გერმანიის ფოლადით მომარაგება, რა. უწევდა. და ანუ ეს რაღაცები გიწევს მაინც. ეგრე არ არის რომ ნეიტრალო ჩემ თავს ეკუთვნი მე და იცი რა ესე დავждები ჩემთვის და ასე შემდეგ, რა. ეს მტკივნეულად ხვდება თხოვნე შვედებს, როდესაც ამას ახსენებენ. განსაკუთრებით დანიელები მაგალითად. ეს ისტორია ეს ადამიანის ანუ ეს ცნობიერებაში მოქალაქეში ის არის რომ ეს რაღაცა როგორც გერმანელები განიცდიან ხო ამ ფაშისტური გერმანიის წარსულს ისევე განიცდიან ყველა და იტალიელები რა არ განიცდიან ანუ იაპონელები არ განიცდიან რაშიც იღებდნენ მონაწილეობას და ნახეთ შვედეთმა საბოლოო ჯამში რა მოხდა ანუ ძალიან ძლიერი გააძლიერა უძლიერესი და უხარისხიანესი სამხედრო კომპლექსი ხო შეიარაღება ანუ აწარო თვითმფრინავები რაც გინდა ხო და საბოლოო ჯამში მაინც ახლა ხედავთ რომ შევიდა ნატოში. რა მოხდა ანუ? ესე იგი შვედებმა ძალიან კარგად დაინახეს რომ იმდენად არაპროგნოზირებადი გახდა, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების გარემო რუსეთის გამო განსაკუთრებით, ხო? რომ ანუ მიუხედავად იმისა რომ ძალიან ძლიერები არიან და შეიარაღებაც აქვს ასე რომ არა გენაცვალე წავედი ხომ და შევედი იქ. ხო? ნატოში შევიდა. ფინეთი ხარ ფინეთზეც მივალ, ხო ალბათ მაგრამ აუცილებლად. ხო, ანუ წარმოუდგენელი ამბავია რეალურად. ანუ ფინეთმა იმართლა გითხრათ ეხლა როგორც არ უნდა უარყო მორალური თვალსაზრისით საკმაოდ ფინელი ხალხისთვის საკმაოდ დამამცირებელი ხელშეკრულება გააფორმა იდეაში საბჭოთა კავშირთან. მაგრამ ანუ ძალიან პრაგმატული იყო, ხო? ანუ იქ მთელი რიგი ბექგრაუნდია ეხლა იქ რაღაცები რა ხდებოდა რა და ფინელებმა ძალიან ტარე გაკვეთილი ასწავლეს რუსებს თავის დროზე რა. 39-ში კი. ძალიან სერიოზული, მაგრამ ნუ ოკეი, გავანებოთ თავი მაგას. საბოლოო ჯამში შეჯერდნენ იმაზე, რომ ფინეთი ასე ვთქვათ შეთანხმდა იმაზე, რომ საბჭოთა კავშირის გზას არ გადაეღებებოდა არსად, ახლა ფინეთის ლოკაციიდან გამომდინარე და გეოსტრატეგიული დისპოზიციიდან გამომდინარე გასაგებია, ოკეი, არანაირ კროსროუდებზე და გზაჯვარედინებზე ახლა ფინეთი მაინც და მაინც არ იმყოფება და შესაბამისად უზრუნველყო რაღაცა ეს, მაგრამ საკმაოდ რთული ეს იყო, რა ქვია, ცენზურაც იყო რუსული იმაში, რა ქვია, ფინეთში თავის დროზე, ხო, ცივი ომის დროს და ასე შემდეგ. და არასასიამოვნო იყო ფინეთის ყოფა, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალური თვალსაზრისით აი ამ ხელშეკრულებაში ყოფნა, ხო? ანუ ეგ არის ერთადერთი მე მგონი ხელშეკრულება, სადაც ორმხრივი ნეიტრალიტეტი არის ორმხრივ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული რა. და შესაბამისად მაინც აი ეხლა საბოლოო ჯამში ფინეთმა ჯერ ესეთი ნახეთ როგორ არის ფინეთმა რომ გადაწყვიტა რომ ნატოში შესულიყო, ანუ აქ მორალურმა თემამ იმუშავა, მე ამიტომ ვაპელირებ ამაზე რომ ფინელმა ხალხმა ანუ როგორ ხა ეს კაცი წავიდა და ანუ ფაშისტური გერმანიასავით იქცევა ფაქტიურად და ანუ ჩვენ ხა ვინაიდან ნეიტრალურები ვართ ჩუმად უნდა ვიყოთ და ანუ არაფერი არ უნდა თქვა და პოზიცია არ უნდა დავიჭიროთ იქ წავიდა ეს თემა რა იმიტომ რომ ეხა სხვა თაობა წამოვიდა რა გლობალურად მე ვფიქრობ რომ მაგის გარდა კიდე იყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი შვედეთშიც და ფინეთშიც სადაც დისკუსია გაიხსნა იმ თემაზე რომ დამოუკიდებლად წინ ვერ აღუდგებოდნენ ისეთ აგრესორს როგორც რუსეთია ხო ეხლა მივდივართ აუცილებლად მივდივართ რესურსებამდე ხო ანუ ფინანსებამდე მივდივართ რა ჯდება ეს ნეიტრალიტეტი ანუ თუ კი მაგალითად შვედეთი და ფინეთი რომელიც ძალიან დიდარი ქვეყნები არიან არ არის მარტო Nokia და არ არის მარტო Volvo ხო ანუ უამრავი დოულათი არის შექმნილი და ერთ უმოსახლეზე ძალიან მდიდრები არიან ეს სახელმწიფოები იგივე შვეიცარია თუმცა შვეიცარია იქით იყოს და ეს ორივე ქვეყანა ეხლა გახდა ნატოს წევრი ჩვენთან როგორ მუშაობს ეს ფორმულა, ანუ ჩვენთან ჩვენი ფინანსები რამდენად გვწვდება ჩვენი ფინანსური საბანი იმისთვის, რომ ფორმულაზე რომ ჩვენი თავი ჩვენივე გვეყუდნოდეს, აი ამ ფორმულამ იმუშაოს. ხო, ანუ ეხლა ნახეთ როგორ არის ჩვენ ფინანსური საბანის ავტომატურად კარგად რეალურად არ ვიცით, იმიტომ რომ პოლიტიკა რომელიც ხორციელდება, ხო, ანუ მაგ ფოკუსირებული არ არის ქვეყნის გაძლიერებაზე. ანუ ქვეყნის გაძლიერება და ქვეყნის სიძლიერის პირობებში შეიარაღებული ძალები იგულისხმება, ხო, თავდაცვის შესაძლებლობები, ანუ რა დარტყმა შეგიძლია შენ მიაყენო ვიღაცა აგრესორს, რომელიც მოდის, ანუ რა ზიანი შეგიძლია მიაყენო. აი ეს არ არის პრიორიტეტი წერილი. განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ნეიტრალიტეტზე საუბრობს, მაგაზე საერთოდ არ საუბრობენ და პირიქით მიყავთ რაღაცნაირად, რომ ისე რა ჩვენ თუ შეიარაღებული ძალების გაძლიერებას დავიწყებთ, ის საფრთხეს დაინახავთ, თავს დაგვესხმება. ხო?
და ამ დროს ახლა რუსეთზე ვსაუბრობ, ანუ რუსეთის მთელი ისტორია, behavior-ი და ანუ ეს ქცევითი მახასიათებლები, ისტორიული ქცევითი მახასიათებლები იგნორირებულია, როდეს ის არის რეალურად ეს ცხოველი, რომელიც რო ხედავს, რომ სუსტი ხარ, მაშინ გესხმის ზუსტად, ხო? მაგრამ მაგას თავი გავანებოთ, ჩვენი ფინანსური, ასე ვთქვათ, ჩვენი თავი ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, ესე იგი უნდა ვიყოთ სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი, ანუ რამდენადაც შეგვიძლია, იმდენად ძლიერი უნდა ვიყოთ, ხო? ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმ ძლიერი უნდა ვიყოთ. ნუ აი, რო წარმოვიდგინოთ როგორი არ ვიცი ჩვენ ანუ განვითარების ახლა ამ ეტაპზე და სადაც ვიმყოფებით, რომელიც რეალურად საკმაოდ სტაგნაციურია ახლა და აი ამ ბიუჯეტის ფონზე რაც გვაქვს და ანუ შეერებული ძალების ძალიან ბევრი რამე უნდა მომხდარიყო და არ მოხდა ამ ბოლო დეკადის განმავლობაში. ხო? ანუ ეხლა ალბათ მშპ-ს 5% მაინც გჭირდება რეალურად რომ ამაში ჩავასხათ. შეიძლება მეტიც. რომ ჩავასხათ, რომ ეს ყველაფერი წესრიგში მოვიდეს. ნუ მშპ-ს 5%-ია დაახლოებით, რა ვიცი, 4-დან 5-მდე აქვს, მე მგონი ისრაელს, ხო? მთლიანი შიდა პროდუქტის. ხო, ისრაელს კი ბატონო, სხვათა შორის შვეიცარიაც ზრდის. სხვათა შორის ფინეთმა და რა ქვია, შვედეთმა ნატოში შეერთების მერე დაიწყეს გაზრდა, 5%-ით თუ 7%-ით მოემატა საშუალოდ. ხო, ანუ რეალურად ნატოში შევიდნენ, მაგრამ კი არ შეამცირეს ხარჯები გაზრდით. ნუ ეხლა რა თქმა უნდა იმ ნატოს threshold-საც უნდა დაეწიონ იმ 2%-იას, მაგრამ მე ვფიქრობ რომ კიდე გაზრდიან კიდევაც, იმიტომ რომ ეხლა სხვანაირი გადააზრება ხდება. ოკეი, 5%-ზე უნდა ავიდეს საქართველოს ჩემი აზრით უნდა ავიდეს. რამდენზეა ახლა? ეხლა 600 მილიონი არის რა, ხო, ანუ რამდენი? 2%-ზე ვართ, 3%-ზე თუ რა ვიცი ადვარ. არა, 3-ზე არა ვართ, არც 2%-ზე არა. ანუ ქვევით ვართ, ძალიან ქვევით, ხო, 1% ნახევარზე, ხო? თითქოს, ანუ ჩვენ ვართ ეხლა ისეთ ხარჯზე გასული, რომ თითქოს ჩვენ საფრთხე საერთოდ არ აქვს. არა და რუსეთის მხრიდან საფრთხე რეალურად, ხო, იქიდან გამომდინარე, თუ რა რეფორმები მაგათმა ჩაატარეს და ასე შემდეგ, ხო, ანუ თეორიულად რო შევხედოთ, პირიქით გაიზარდა. ხო, ეხლა უკრაინაში ძალიან დიდი ძალისხმევა უწევს და ანუ ეს ძალიან დიდი ზიანები მიიღო რუსეთმა და ეს გრძელდება და ასე შემდეგ, ხო? და ეს ჩვენთვის არის რაღაცა ამოსუნთქვის პანჯარასავით. ანუ ეხლა ჩვენ რეალურად უნდა მაქსიმალურად ძლიერდებოდეთ, რომ მაქსიმალურად ავწიოთ, ასე ვთქვათ, უბრალოდ მაქსიმალურად დავწიოთ რისკები იმისი, რომ რუსეთმა რამე რომ მოინდომოს, აქ ძალიან სერიოზული ძალა უნდა დაჭირდეს, ხო? და ამას არ ვაკეთებ საერთოდ. კეთილი, ანუ ესე იგი, ფინანსური საბანი უნდა იყოს ძალიან ესეთი ფუმფულა და დიდი, ხელშესახები, 5%-ზე მეტი მთლიანი შიდა პროდუქტის დაიხარჯოს იმისთვის, რომ რაღაცა მეტი სიძლიერე იყოს, მაგრამ ახლა მაქვს მე ესეთი კითხვა. ეს ყველაფერი რომ გაკეთდეს, გჭირდება თანამედროვე ტექნოლოგიები, თანამედროვე შეიარაღება. საიდან მოგაქვს? ხო, ანუ ეხლა ეგ არის ნეიტრალიტეტი თუ გაქვს. ეს ინვესტიციები და ეს საერთაშორისო თანამშრომლობა ამ ძლიერ ქვეყნებთან, რომლებიც რეალურად ამ თანამედროვე სისტემებს აწარმოებენ და ანუ ასე ვთქვათ, იძლევიან იმის შესაძლებლობას ამ სისტემებს მეხება პერსონალის თვალს სჭირდება, ყველაფერი კომპლექსურია ეს ამბავი, ხო, უზრუნველყოფა, ნაწილები, ანუ ყველაფერი, ხო? ეს ამბავი საიდან მოგაქვს? ნამდვილად ფულიც რომ მქონდეს, თუ არა გაქვს ამ ხალხთან ურთიერთობა დალაგებული და საერთოდ ანუ პარტნიორობაში თუ არა ხარ, მკაფიო პარტნიორობაში თუ არა ხარ. არავინ არაფერს არ მოკიდეს, შენ თუ ისეთი პოზიცია გიჭირავს, რომ რეალურად ამბობ რომ ნეიტრალური ვარ, მაგრამ ამით რეალურად შენ რუსეთის მხარეს ხარ, ეგრე de facto, ხო? არავინ შენთან საქმეს არ დაიჭერს. არავინ არ იქნება დაინტერესებული შენი გაძლიერებით, არანაირი ინვესტიციები შენთან არ შემოვა. ანუ სად არის მაშინ ეს ეკონომიკის და დიპლომატიის განზომილებაში და თუნდაც უსაფრთხოების განზომილებაში შენ როგორ ეკუთვნი შენ თავს, როგორ ძლიერდები? ანუ ფაქტობრივად კი არ ძლიერდები და შენ თავს კი არ ეკუთვნი ფაქტობრივად პირდაპირ ჯიბეში უხდები რუსეთს რა. ეგრე გამოდის ჩვენ შემთხვევაში მინიმუმ. ხო? და შესაბამისად, ანუ ჩვენ თუ უნდა გავძლიერდეთ, რეალურად უნდა ვიყოთ ჯერ ესეთი ეს საწყის ეტაპი გაძლიერება საჭიროებს ძალიან სერიოზულ აქსელერაციას, რომ რაღაცა დონეს მიაღწიო და მე ეს უკვე რუტინულად ყვებო, ხო? შეიძლება ეხა 5% გჭირდება რაღაც დონეზე, რომ განაახლებ ყველაფერს და ასე ვთქვათ, ჩამოყევს ინსტიტუციურად რომ განვითარდები, ასევე მაგას ძალიან სერიოზული დახმარება გჭირდება ჩვენ, რომ უკან წავიწიეთ. ხო? და მატერიალურ-ტექნიკურად რომ გაძლიერდები და ასე შემდეგ, მე ამის შენარჩუნებისთვის შეიძლება უკვე 5 აღარ გჭირდებოდეს, ჩამოწიო მე ნელ-ნელა და 2-ზე ჩამოხვიდე 2.5-ზე, არ ვიცი, მაგრამ თავიდან სერიოზული ის გჭირდება, აქსელერაცია და მხარდაჭერა გჭირდება შენ. ანუ მაგას უბრალოდ ამ გარღვევას რაც ჩვენ გჭირდება, რომ ანუ ფეხზე დავდგეთ რეალურად. მაგას ვერ მოვახდენ თუ ჩვენ აი ამ დასავლურ კოალიციებთან, ნატოსთან, ევროკავშირთან და თუნდაც ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ანუ ამ ქვეყნებთან არ ვითანამშრომლებთ, ხო? და ეგ ნეიტრალიტეტს უბრალოდ გამორიცხავს. ასევე ეკონომიკის თვალსაზრისით, მოდი ეკონომიკის განზომილებაში ავიღოთ, ანუ ნეიტრალური თუ ხარ შენ რომელი ეკონომიკურ თანამშრომლობის, ანუ რამე გვაქვს ჩვენ ისეთი, რითიც შეიძლება თქვათ, რომ ეს კი ნეიტრალურია
ანუ ეს ტიპი კი მაგრამ არ გვევასება, იმიტომ რომ ანუ არ არის ჩემი მეგობარი, მაგრამ აი რაღაცა ძალიან ღირებული რესურსი აქვს და მოდი ამიტომ ამასთან საქმე დავიჭროთ. ეგეთი ჩვენ ღირებული რესურსი უბრალოდ არ გაგვაჩნია. რეალურად რა. არ ვიცი ხა მარგანიცის გამო თუ მაგის გამო ანუ არა გვაქვს ხო ეგ რესურსი. ჩვენი ერთადერთი რეალური რესურსი და კაპიტალი არის ის რომ ჩვენ ვართ დემოკრატია და ვქნით რაღაცა პარადიგმას მართლობით დემოკრატიულ პარადიგმას ვქნით რომ ანუ ჩვენ ვდგავართ სწორ მხარეს. ისეთ რეგიონში სადაც სწორ მხარეს დგომა არის ძალიან რთული და ძალიან საპასუხისმგებლობა საამაყო ამბავი და მაღალი რისკის შემცველი ამბავია, მაგრამ ანუ კოლექტიური ქართველის კულტურაში და ტრადიციაში ეს არის საამაყო, ესეთი არის ქართველი რა, რომ აქა ვარ მე გაჭირვებული რთულ სიტუაციაში, მაგრამ რაც სწორია იმას ვაკეთებ რა. აი ეს პარადიგმა არის ჩვენი რესურსი ერთადერთი რეალურად რა. და ისტორიულადაც რო შევხედოთ, ყოველთვის ვაკეთებდით არჩევანს, ანუ ან გვიწევდა არჩევანის გაკეთება, იმდა რომელიღაცა მხარის, ხო, სპარსელი იქნებოდა თუ მონღოლი იქნებოდა თუ რაღაცა ტიპის ნეიტრალური ვერ ვიყავით, გვიწევდა ხო, ან თანამშრომლობაში, ან მოლაპარაკებაში რაღაცაში შესვლა, ან ვაკეთებდით ცივილიზაციურ არჩევანს რეალურად რა. და ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი იყო ყოველთვის ევროპული მიმართულება, ხო? დასავლეთის მიმართულება, დასავლური კულტურა. და იყო ქრისტიანობა, ხო? ქრისტიანობა. ეს ეხა, ანუ ეს ყველაფერი არ არის მნიშვნელოვანი და ეხლა აღარ მუშაობს ეს ყველაფერი თუ გააქრა ეს ხალხი და მარტო ვართ ამ პლანეტაზე თუ როგორ არის, ხო? ანუ თავიდან ბოლომდე ეს ნეიტრალიტეტის ნარატივი არის აბსოლუტურად საფუძველ გამოცვლილი და რეალურად ეხლა თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით თუ მორალურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თუ ანუ აი მატერიალური თვალსაზრისით და ნებისმიერი თვალსაზრისით უბრალოდ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, არ არსებობს ასევე ჯგუფი, რომელიც რეალურად მოვა და დაждდება და კომპეტენტურ კვალიფიციურ დისკუსიაში შემოვა, თქვა ამ საკითხთან მიმართებაში არგუმენტებს დადებს, ფაქტობრივ არგუმენტებს, რომ კი ნეიტრალიტეტი თემა არის. და მაგას გარდა არგუმენტებს თავი გავანებოთ, ვერავინ პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებს ვერავინ რეალურად, აი მე რო ვიყო, მე ამას გავიტან და გავაკეთებ და ესე რა ქვია, ისეთ პოლიტიკას განვახორციელებ რომ ანუ ნეიტრალიტეტი იქნება და საქართველოს გაბწყინდება ამ ნეიტრალიტეტით, რომ ისინი ვინც გველაპარაკებიან ამ ამბავზე, საქართველოს უნდა გაბწყინდესო და ნეიტრალური საქართველოს გაბწყინებული მე ვერ წარმომიდგენია. შეშინებული სადღაც სოროში შემძვრალი და ესე დამალული ვაიმე ხო მე არაფერი არ მაქვს, მაგრამ იმ არჩევნები არსად ოღონდ შენ მე არ შემწამო ცოცხლად. ესეთი კი ბატონო იქნება და ეს საქართველოს უნდა კოლექტიურ ქართველს. ეგეთიც ვერ იქნება, იმიტომ რომ ფიზიკურად ჩაიღლაპება მაგ შემთხვევაში. რა საკმარისია, ეხლა თუ შემოდის ტერიტორიული მთლიანობის ამბავი ვთქვა. ნეიტრალიტეტი როგორ ერთი არგუმენტი მაინც მინდა რომ იმისგან მოვისმინო, რომ რა არის საფუძველი იმისა, რომ ვივარაუდო რომ ნეიტრალიტეტის შემთხვევაში ჩვენ ვინმე დაგვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. უბრალოდ არ არსებობს. რატო? ან იმათ თვითონ რატომ უნდა მოვუდეთ? ჯერ ესეთი შენ იქნები გაღატაკებული, გაღარიბებული და აბსოლუტურად უინტერესო ქვეყანა. ხო? რეგიონში იქნები ბოლო ფაქტიურად ავტორიტეტის თვალსაზრისით, ხო? აი ხო ჯერ ესეთი სომხეთსაც მეორე პრობლემები შეექმნება მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ იმის ევროპული ასპირაციები კიდე რაღაცა ჩრდილის ქვეშ მოექცევა. ხო? აქეთ აზერბაიჯანი ხო ხედავთ რა მიდგომები დააფიქსირა, ხო? ალიევმა ჩვენს დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებაში. ცოტა იყოს ჩემი აზრით სამარცხვინოა ეგ ამბავი და აქეთ თურქეთის ამბავი, ხა თურქეთს რა მაინც და მაინც მოეწონება, ხა ჩვენი ნეიტრალიტეტი და რუსეთის ჯიბის ჩახტომა, რაღაცა ეჭვმეპარება, ხო? იქით ირანის თემები და ანუ ჩვენი რეგიონული ამბავი ამ ხო ძალიან დავსუსტდებით ყველა ვარიანტში. და შესაბამისად საერთაშორისო ამბავში კიდე იქით გლობალურად ხო ძალიან დავსუსტდებით, ანუ ფაქტობრივად გავღარიბდებით რეალურად რა. არავით არის ინტერესი, არავის არ ექნება რომ ამ ქვეყანაში რამე განახორციელოს რეალურად. რაიმე ტიპის ინვესტიცია განაკეთოს, ხო? და წარმოიდგინე ესეთი გაღარიბებული ქვეყანა, რომელიც არის მიჯაჭვული რუსეთის ბაზარზე, რუსეთის ენერგეტიკაზე, ყველაფერზე არის, რაც რამაც ქვეყანა უნდა აცხოვროს და რუტინაში ამყოფოს და აქ მოუნდება შემოვიდეს ახლა და იცხოვროს ესე რა ქვია, შემოგიერთდეს ახლა აფხაზი და ესე რა ქვია, ესე ვთქვათ, სამაჩაბლოს სეპარატისტული რეჟიმი და ასე შემდეგ და დატყუილია ეგ ამბავი, ხო შეუძლებელი არის რა. და რომელ სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ მაშინ თან? ანუ ტერიტორიული მთლიანობა არა, ფული არა, ფული თუ არა შეიარაღება არა და ძლიერი თავდაცვა არა, შესაბამისად დემოკრატია გვექნება, ანუ ეხლა იმას წარმოუდგენია რომ მაგალითად თავარია, ანუ დაუცველი მოქალაქე, ხო? დაუცველი რასაკვირველია, იმიტომ რომ ეხლა წარმოიდგინეთ ანუ მართლობით თვალსაზრისით რომ შევხედოთ, ხო? რუსეთი როგორი ქვეყანა არის?
რუსეთი არის ქვეყანა, სადაც არის რეჟიმი, მონარქიობელი რეჟიმი, ეს ეგრე იყო თავიდან ბოლომდე ყოველთვის. რუსეთის მთელი ისტორია არის, რომ მონარქიობელი რეჟიმი, ან მონარქიის რაღაცა ფსევდო დემოკრატიულ სუვერენული დემოკრატია რო იზღო, ფსევდო რაღაცა შეფუთული რეჟიმია, deep state-ური რეჟიმია, სხვათა შორის, ანუ სპეცსამსახურები მართავენ, ეს ვინც ერკვევა რუსეთის ამბავში ისის მაგრამ პრეზიდენტს და ყველაფერს უკან დგას სპეცსამსახურები და აი deep state-ი რო ლაპარაკობენ, აი რუსეთში მოიკითხონ ეს ხო? ეს მართავს ქვეყანას რეჟიმულია და დანარჩენი არის უკვე მონები. თავიდან ბოლომდე. ყველა ცოტა მდიდარი მონა, დაკლებად მდიდარი მონა რა, გააჩნია სად არის ამ ტიპაში და ვერტიკალში. ვისთან როგორ კავშირში არის, ხო? და ეს ქვეყანა დაუშვებს. ეხლა შენ ყველანაირი დაცვის გარეშე და ყველანაირი სამეგობროს და ურთიერთობების გარეშე და ასე შემდეგ შენ ესე იგი იყო დემოკრატია, აქ ყვაოდეს დემოკრატია და დემოკრატიის გამო კიდე ყვაოდეს შენი ეკონომიკა და იყო გაბრწყინებული და გალამაზებული და ამხელა კონტრასტს უქმნით და ხა იქ მონარქია მოსკოვის გარეთ რო გახდა და ტალახში ვარდები ეგრე მაგას ებრძვის ზუსტად. მაგას ებრძვის, ხო? მისთვის ეგ არის ყველაზე დიდი საფრთხე. წარმატებული დემოკრატიული პარადიგმის შექმნა მის სამეზობლოში, რომელიც კონტრასტს შეუქმნის იმ რეჟიმს და იქ მერე ხალხმა თქვა, რომ უიმე ნახე ესენი რა კარგად ცხოვრობენ, ჩვენც მინდა ესე. ეს იყო მთავარი ამბავი, ფსიქოლოგიური ამბავი უკრაინასთან მიმართებაში რა. იმიტომ უკრაინელი ხალხი ძალიან პროგრესული ხალხი. ძალიან. ხო? იგივე ის რუსი ეთნოსი, რომელიც იქ ცხოვრობდა, ანუ ისინი რატო შეეშალა პუტინს და რატო არ დახვდნენ ტაშის დაკვეთ, რომ შევიდნენ ესენი. იმიტომ რომ ხალხმა იცის რომ პროგრესი მიდის იქ. იქ ძალიან დიდი პერსპექტივები იყო, ევროპული პერსპექტივა რომ შემოვიდა უკრაინის რესურსიდან გამომდინარე, გაქანებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური პოტენციალიდან გამომდინარე, არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა უნდა გამხდარიყო უკრაინა. ეს დაინახა. ეს დამანგრეველი იქნებოდა ეს პარადიგმა რუსეთისთვის, ანუ რუსული რეჟიმისთვის, თორე რუსეთისთვის არა. რუსეთმა რო ეგზა აიაროს არაჩვეულებრივი ქვეყანა შეიძლება ჩამა, მაგრამ მონების ქვეყანა ვერ გახდება. ეს უნდა გამოთავისუფლდნენ მენტალურად. მაგრამ ამის შესაძლებლობას რეჟიმი არ იძლევა. ანუ მაგიტომაც არის ჩვენი ინტერესი აქ რეალურად, ანუ მაგ ჭრილში რო შევხედოთ, ხო? აი ეს იმპერიალისტური ამბავი რეალურად რუსული ეთნოსის რაღაცას იდეადაზე კი არ არის აშენებული. ის რეჟიმის თვითყოფადი რეჟიმი ცდილობს მუდმივად თავის განახლებას თაობათა შორის გადასვლას. ალბათ მაგიტომაც არის რომ უკრაინის მიმართაც და საქართველოს მიმართაც მუდმივად ისმის დღის წესრიგში ეს ვადაღებული ნეიტრალიტეტის თემა. დიახ, რასაკვირველია. ნახეთ ახლა კიდე ბოლოს აი შემოვი კონფედერაციაო, რა შემოაპარეს, ხო? რა კონფედერაცია? ანუ უნდა ვაღიაროთ ახლა ბოდიში მოუხადე. ხალხი ვის ნეიტრალიტეტზე გველაპარაკება, თან გველაპარაკება ღირსებით ევროპაშიო, ევროპისკენო. და რომელი ღირსება არის ახლა ბოდიშის მოხდა ადამიანებზე, რომლებსაც ეთნიკური წმენდები მოგიწყვეს. ჩვენ კონფლიქტებზე აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ აი ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით რომ დღევანდელი ჩვენი საუბარი შევაჯამოთ. მოდი ესეთი კითხვა დავსვათ რა. ანუ ესე იგი, რაზე არის დამოკიდებული ნეიტრალიტეტი? ბიუჯეტზე, სიმდიდრე, თითოეული მოქალაქე უნდა იყოს მდიდარი, ქვეყანა უნდა იყოს განვითარებული, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უამრავი შესაძლებლობა, ქვეყანას უნდა შეეძლებოდეს მოკავშირეებთან, მეგობრებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია და ასე შემდეგ, იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა შექმნას იმდაგვარი მინიმუმ 5% მთლიანი შიდა პროდუქტის დახარჯვას შეიარაღებულ ძალებზე, მეტი კიდე მთლიან უსაფრთხოების ინსტიტუტებზე, რომ რაღაცნაირად მისით უდნო. ხო, ამდენის გასაწევი რო იყო რა. ანუ იცოდეს კოლექტიურმა ქართველმა ქვეყანამ, ანუ ორგანიზაციამ, ხო, ოჯახმა, რა ვიცი, რაც კიდე დავარქვათ რა. აი ამ ტრადიციულმა ძლიერმა ტიპმა იცოდეს, რომ ვინმე თუ ანუ მე არაფერს არ წავართ მე მეცნურ ვინ შემეცილებას თემა არის რა. თორე ისეთ დღეს დავაყარი. როგორ დღეს დავაყრი? ანუ ამისთვის უნდა იყოს ზუსტად აი ამ განზომილებაში უნდა იყოს ძალიან ძლიერი რა. რომ ტიპმა იცოდეს რომ შენ თუ გაგეკარება, სახეს ააძრობ რა. მაგრამ აქამდე ვერ მიხვალ უბრალოდ. და რომც მიხვიდე ხა წარმოიდგინე ხარ ეგეთი ტიპი. ხო? აი მატერიალურად ეგეთი ტიპი ხარ, გაძლიერდი. ხო? და ფსიქოლოგიურად, მორალურად და კულტურულად და ეთიკურად როგორ ქრისტიანულად თუნდაც რა ტიპი ხარ შენ? მე მაგარი ძლიერი ტიპი ვარ, მაგრამ არ ვერევი რა თქვენ საქმე თავპირი გიტეხიათ რა. ჩემთან თანამშრომლობაში იყავით, იყიდეთ, გაკიდეთ ჩემთან რაღაცეები და ასე შემდეგ. ხო, რომ ეკონომიკა მქონდეს და ყველაფერი მქონდეს. ასევე რაღაცა ჩემს მოსახლეობას ალბათ მოძრაობას უნდა ხო, მოგზაურობა, რაღაცა პატივს მინდა რომ წემდე ხო თან.
და თან კიდე შენ რო რაღაცა გემართება, იცი რა მე პრაგმატულად შეიძლება შენს მშობლებთან საქმე დავიჭირო, იმიტომ რომ ნეიტრალური ვარ, იმიტომ რომ ის ნეიტრალური ისინი მაქვს პლასტარმები მაქვს შექმნილი რა. ხო? ანუ როგორ უნდა დაიმსახურო ეს პატივისცემა საბოლოო ჯამში? ხო, ვინ ახარ საერთოდ? რა ტიპი ხარ? ანუ ეს ქართველის ხასიათი არ ზის. ეს არ არის კოლექტიური ქართველი. ეს უმორალო, უპრინციპო, უპოზიციო ტიპი, რომელსაც შეიძლება ფული აქვს, მაგრამ ანუ რა, ფული აქვს, ეხლა ადვილი სათქმელია, ხო? მაგამდე როგორ მივდივართ? მაგაზეც არავის არ აქვს პასუხი, სულ რო გავანებოთ ამ მორალურ განზომილებას. როგორ უნდა მიხვიდე მაგამდე? რა გაგაჩნია? რამე გაქვს, ნავთობი გაქვს, რამე გაქვს? როგორ უნდა მოიპოვო? ხო, ანუ თუნდაც ხო, შენი სიდა კორუფციული სისტემა რო ყვებო, ასე ვთქვათ, რომ ისე არ იყოს, რომ ანუ რა ქვია, როგორც რუსეთშია რა, ანუ ძალით კი არ გეჭიროს, არამედ აი ხა, რა ვიცი, ფულის თემა იყოს, გაშვებული კონდეს ეს არხები და ვიღაცები იკვებებოდნენ რა. და პარაზიტული რაღაცა ანკლავზე კონდეს აგებული მართლობა და კლანური მართლობა კონდეს და ასე შემდეგ და ოკეი, ჭამდეს ეს ხალხი და უმორალოდ ესე ჭამდეს და აყოფილდებოდეს. მაგას ვერ იზავ, ხო? არა გაქვს მაგის, არა გაგაჩნია. ხო? ანუ საერთოდ ანუ რა თემიდანაც, რა კუთხიდანაც არ უნდა ჩახვიდე ამ ნეიტრალიტეტს, ეგრევე იმსხრევა, ეგრევე მომენტალურად რა. სიღრმე არ გააჩნია ამ საკითხს საერთოდ. და თან გვაქვს აი ეს მწარე ისტორიული გამოცდილება აგერა. კეთილი. ძალიან დიდი მადლობა.